მზით დაწვაზე. ეს ესე ვთქვათ ბევრმა არ იცის, მე ახლა ხან აღმოაჩინე, ბევრმა არ იცის, რატომღაც მეგონა რომ ყველა მიცოდა, რომ მოვლენა არის ესეთი მზით დაწვა. პლანეტები შესაძლებელია დაიწვან მზით. ანუ მზესთან სიახლოვე არის ნეგატიური მოვლენა პლანეტისთვის. ძველ ასტროლოგიაში ადრე ითვლებოდა, რომ დაახლოებით 12 გრადუსზე, 15 გრადუსზე თუ იყო უფრო ახლოს მზესთან ნებისმიერი პლანეტა ითვლებოდა დამწვარად და ეს იყო ისეთი მოვლენა თითქოს ანუ ნეგატიური მოვლენა იყო, რადგან მზით დაწვა ნებისმიერი პლანეტისთვის ნიშნავს იმას, რომ ეს პლანეტები ხდებიან სუბიექტურები თავიანთ ქცევაში. შესაბამისად, ობიექტურად ვერ მუშაობენ, ყველაფერი არის სუბიექტური და ეს რა თქმა უნდა ადამიანს ხელს უშლის ცხოვრებაში. დღესდღეობით ითვლება, რომ დაწვის, ესე ვთქვათ, ორბისი არის მაქსიმუმი 4 გრადუსი. თუ ნებისმიერი პლანეტა არის მზესთან ახლოს 4 გრადუსის ორბისში, ეს პლანეტა არის დამწვარი. ეს მოვლენა დაწვა ზოგადად წვავს მხოლოდ მზე. მეტი სხვა არანაირი არც პლანეტა, არც მთვარე არ წვავს სხვა პლანეტებს. ეს არის შეერთება, ჩვეულებრივი მზესთან შეერთება ნებისმიერი პლანეტის 4 გრადუსის ორბისით ითვლება, რომ პლანეტა არის დამწვარი. უმაღლეს პლანეტებზე ეს იმდენად გამოსახატად ეს არ ჩანს მაინც და მაინც დიდად და ხასიათში და შესაბამისად დიდად არ მოქმედებს, მაგრამ სამედიცინო დონეზე ეს მოქმედებს ყველა პლანეტაზე, ეს არის ნეგატიური მოვლენა, ანუ სუსტი არის ის პლანეტა, რომელიც მზესთან დგას 4 გრადუსის ახლოს. ანუ ერთადერთი გამონაკლისი არის პლანეტა კაზიმი, რომელიც დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ ითვლება, რომ თუ 17 მინუტი არის განსხვავება ორ პლანეტას შორის, რომელიც ერთმანეთთან დგანან, ანუ ორბისი 17 მინუტი, ეს ითვლება 17 მინუტი და დაბლა. ითვლება, რომ პლანეტა არის მზის გულში და ეს აძლიერებს პლანეტას. სხვა შემთხვევაში 4 გრადუს ორბისამდე პლანეტა არის დამწვარი და ეს არის ცუდი. თუ არის მაგალითად მთვარე დამწვარი, ამ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნილებები არის სუბიექტური ძალიან, ანუ ცივი გონებით ეს ადამიანი ესე ვთქვათ თავის მოთხოვნილებებს და ემოციებს ვერ აკონტროლებს. თუ არის ვენერა დამწვარი, იგივენაირად ვენერას ფუნქციები, ესე ვთქვათ ეს სილამაზის სახქმა და სიყვარულის სახმა არის ძალიან სუბიექტური, ინდივიდუალური ძალიან. თუ არის მერკური სუბიექტური ადამიანი უკვე აზროვნებაში, კომუნიკაციაში, თუ არის მარსი ქმედებები არის ძალიან სუბიექტური და სამედიცინო დონეზე ყველა ნებისმიერი პლანეტა, რომელიც მზესთან არის შეერთებული, ამ პლანეტის შესაბამისი ორგანოები არის სუსტი დაბადებისთან. ეს არ ნიშნავს არაფერს კატასტროფულს, ეს არის ესე ვთქვათ ფაქტი, რომ რეალურად ეს ორგანოები უფრო სუსტია, თუმცა ორგანოებს იგივენაირად იქ გრადუსები არის, ფორმულები არის, ეს ერთადერთი მაჩვენებელი არ არის რუკაში, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც გასათვალისწინებელია.